Villarreal-მა ჩემს სანაცვლოდ რეკორდული თანხა გადაიხადა. ვიცი რომ ჩემი ტრანსფერი კლუბისთვის უძვირ ფასესი იყო და იმედი მაქვს რომ კარგი თამაშითა და გოლებით მოვახერხებ გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეტანას. მოედანზე თავს არასდროს ვზოგავდი და აქაც ამის გაკეთებას ვაპირებ. მოუთმევად ველოდები შეხვედრებს. ყოველთვის ვცდილობ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენო და არც ეს სეზონი იქნება გამონაკლისი. მადლობელი ვარ Villarreal-ის იმ ძალისხმევისთვის, რომელიც კლუბმა ჩემს გამოგასწია. კარგად ვიცი რა ძლიერი თავდამსხმელები ხავდა Villarreal-ს წარსულში, მათ შორის ბოლო წლებში. აქ გადმოსვლამდე რობერ პირეს ვესაუბრებ. მან ძალიან დადებითად დაახასიათა კლუბი და მითხრა რომ Villarreal-ი ერთი დიდი ოჯახია. ვფიქრობ, ჩემი საფეხბურთო თვისებები ესპანურ ფეხბურთში გამომადგება. ბავშვობიდან ვადევნებდი თვალს ესპანეთის ჩემპიონატს და ვოცნებობდი ოდეს მე აქ მეთამაშა. იმის გათვალისწინებით თუ როგორი შემადგენლობა გვყავს ამ სეზონში, ვფიქრობ ყველაფერი კარგად იქნება. მწვრთნელს უკვე ვესაუბრე, მაგრამ კიდე გვექნება შესაძლებლობა უფრო დეტალურად და კონკრეტულად ვისაუბროთ მის გეგმებზე და იდეებზე. როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად ატლეტიკოსთან სათამაშოდ მზად ვარ. ლა ლიგაში თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. აქ თამაშობდა მამარდაშვილი. და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ესპანურ კლუბებში კიდევ არაერთი ქართველი ფეხბურთელი მოხდება. შეგახსენებთ, რომ Villarreal-ს ლა ლიგის სამ ტურში 7 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრას 13 სექტემბერს სტუმრად მადრიდის ატლეტიკოსთან გამართავს. იმედია, რომ გიორგის დებიუტი სწორედ ამ შეხვედრაში შედგება. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ გიორგი მიქაუტაძე Villarreal-თან ერთად ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ ქართველს ამ ტურნირზე მონაწილეობა არასდროს მიუღია.